ესეც ქრონიკა 20 საათზე ჩვენ კლუბ პირდაპირ ეთერში ვართ. ბიოლოგიური პარადოქსი თუ ანომალიური მოვლენა კახეთში უცნაური შემთხვევა მოხდა ახმეტის რაიონში ერთ-ერთი მოსახლის ოჯახში კატამ ძაღლის ლეკვიდება და ახალშობილს კატის მსგავსი მხოლოდ კლანჭები, ყურები და კუდი აქვს. სხვა გარეგნული მახასიათებლებით ის ძაღლის ლეკვი არა. სხვებიან შემთხვევის შესახებ კოჭლამაზაშვილების ოჯახი და როგორ აღწერენ ამ მოვლენას მეცნიერები თამთა სანიკიძე გეიმობთ. დღემდე არ მეგონა კატა თუ ძაღლი გააჩენდა და გაუგნებული ვარ იმაში. ანზორ კოჭლამაზაშვილი ამტკიცებს, რომ მისმა კატამ ძაღლის ლეკვი გააჩინა. ანომალიური შემთხვევა კახეთში ახმეტის რაიონში მოხდა. პატრონი იხსენებს, რომ მშობიარობამდე შინაურ ცხოველს უცნაური გამოვლინებები შეამჩნია. 2 დღის შემდეგ კატამ მის სახლში და მის თვალწინ ლეკვი შობა. კატა წვალობდა მშობიარობის დროს. მე მიველი ისა აკათით ათრიოდა ლეკვას. ლეკვას მანამდე გამოვიდოდა. მე ერთ რამდენიმე ხნის შემდეგ რომ მიველი მინახე, რაც ახედავ ძაღლი არის. აგურებული ვიყავი. ხო, ვაბა ნახე ისა ლეკვა არის და მე ჩემს შვილიშვილ დაუძახე. ახალშობილი ეზოში კატასთან იზრდება და დედის რძესაც იღებს. პატრონის თქმით, ლეკვს კატის მხოლოდ ბრჭყალები, ყურები და კუდი გამოჰყვა. გამომეტყველება და ფორმები კი ძაღლის აქვს. ფეხები აქვს კატისა და კლანჭები. ყურები და კუდი. Обычнად არ აქვს ლეკვებს ეგეთი ფეხები და არც ყური და არც კუდი. ეს значит კატისაა. უჩვეულო მოვლენა დღეს ახმეტაში ადგილობრივთა განხილვის მთავარი თემაა. რაიონში სპეციალისტების ჩასვლასა და მოვლენის მეცნიერულად შესწავლას ითხოვენ. 71 წლის კაცი ვარ და მე ესეთი რამე არ მსმენია. ეგ მსმენია რომ ძაღლმა მოაწვევს გოჭსა. თხამ ცხარი მოწოვოს და რაღაცა ესეთი რაღაცა და ესეთი რამე მე არ მსმენია და არც გამიგია რა. ზოოლოგებს ანომალიური მშობიარობის დაჯერება უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მუტაცია და სხვადასხვა გენის შეჯვარება რადიაციულ ფონზე მოხდა. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაცა მძლავრი მუტაგენური ფაქტორების მოქმედების შედეგად, რომელიც ჩემთვის ცოტა ძნელია დღეს ამის შესახებ, რომელზედაც ვისაუბროთ, ცოტა ძნელია ამის შესახებ საუბარი. შეიძლება მოხდა ისეთი რაღაცა ძლიერი ცვლილება, არ ვიცი რის გამო, ძლიერი რადიაციის თუ სხვა მუტაგენური ფაქტორების მოქმედებით, რის გამოც აი მივიღეთ ესეთი პარადოქსი, რომ ნამდვილად კატამ შვა ძაღლი. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ ვეტერინარები. სპეციალისტები ამბობენ, რომ რადიაციულ ფონზე მხოლოდ სიმახინჯეები და პათოლოგიები შეიძლება განვითარდეს. სხვადასხვა სახეობის ცხოველის შეჯვარება კი ფიზიოლოგიურად დაუშვებელი ფაქტია. გენეტიკური კრებული ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს თავისი. იმიტომაც ადამიანის უჩდება ბავშვი, ძაღლს, ძაღლი კატას კატა. და პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ რაღაცა ისეთი ცვლილება მოხდეს, რომ შეიცვალოს ადამიანის ან ცხოველის გენეტიკური კოდი და აქედან მოხდეს საოცარი მშობიარობა. მსგავს ანომალიურ შემთხვევებს მსოფლიოშიც იცნობენ. ცოტა ხნის წინ ინტერნეტით ჩინური ისტორია გახმაურდა. ქალაქ ჩენჩჟოუში პუდელის ჯიშის ძაღლმა კატის კნუტი გააჩინა. ბრაზილიაში კატა მიმიმ ძაღლის 3 ლეკვი შობა. იყო შემთხვევა, როდესაც ძაღლი ვეფხვის დედაც გახდა. ყველა ეს ფაქტი მეცნიერულად ამოუხსნელი რჩება. მათგან განსხვავებით ხშირია პათოლოგიური შემთხვევები. მათ შორისაა მექსიკაში გაჩენილი ორთავიანი ხბო, 6 ფეხა ღორი, ვეფხვი დეფორმირებული სახით, ბაყაყი გრძელი კუდით, რქიანი ქათამი, ძროხა ღორის დინგით და ორდინგიანი გოჭი.